გამარჯობა ჩემო ძვირფასო მაყურებლებო. დღეს მოგიყვებით ლოს-ანჯელესის ისტორიას, ქალაქს, რომელიც არა მხოლოდ გლობალურ კულტურულ ცენტრად, არამედ ოცნებების ქალაქადაცაა აღიარებული. მაგრამ სანამ ის მსოფლიო უდიდესი ქალაქი გახდა, ყველაფერი ძალიან უბრალო დასაწყისით დაიწყო. ლოს-ანჯელესის ისტორია ბევრად უფრო ადრე იწყება, ვიდრე ევროპელები აქ ჩამოვიდოდნენ. ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ადგილობრივი ტომები, რომლებიც ბუნებასთან ჰარმონიაში იყვნენ. ისინი ნადირობდნენ, თევზაობდნენ და ქმნიდნენ მცირე დასახლებებს. ადგილობრივი ტომების შორის ყველაზე ცნობილი ტომი იყო ტონგვა, რომელიც ძირითადად კალიფორნიის სამხრეთ ნაწილში ცხოვრობდა. მოსახლეობა სწრაფად გაიზარდა, როდესაც მე-18 საუკუნეში ესპანელებმა დაიწყეს კალიფორნიაში მისიონერული ქსელის შექმნა. 1769 წელს ესპანელმა მისიონერმა ხუნიპერო სერამ დააარსა პირველი მისია კალიფორნიაში. მისი მიზანი იყო ქრისტიანობის გავრცელება, მაგრამ ესპანელები ხშირად აიძულებდნენ ადგილობრივებს საცხოვრებლად მისიონებში. ასე რომ ეს პერიოდი ძალიან რთული იყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ლოს-ანჯელესის ოფიციალური დაარსება მოხდა 1781 წელს. ესპანელმა გუბერნატორმა ფელიპე დე ნევემ დააარსა პატარა სოფელი, რომელსაც დასახელება ჰქონდა El Pueblo de Nuestra Señora la Reina de los Ángeles. პირველ მოსახლეებს შორის იყვნენ ესპანელები, ადგილობრივი მოსახლეობა და აფრიკული წარმოშობის ადამიანები. ესპანელებმა დაიწყეს მიწათმოქმედება და სოფლის მეურნეობის განვითარება. 1821 წელს მექსიკამ დამოუკიდებლობა მოიპოვა და ლოს-ანჯელესი მექსიკის ნაწილი გახდა. ამ პერიოდის განმავლობაში ქალაქი ძირითადად რანჩოების ცენტრი იყო. მექსიკელები აშენებდნენ დიდ რანჩოებს, სადაც რქოსანი პირუტყვი იყო გამრავლებული და წამოიყვანდნენ სავაჭროდ. მაგრამ 1848 წელს, როდესაც მექსიკა ამერიკის ომი დასრულდა, ლოს-ანჯელესი ოფიციალურად გახდა ამერიკის ნაწილი. ამ პერიოდიდან იწყება ქალაქის სწრაფი განვითარება. ქალაქმა დაიწყო რკინიგზის მშენებლობა, რაც დაეხმარა მას შეერთებული შტატების სხვა ნაწილებთან დაკავშირებაში. ამავდროულად ლოს-ანჯელესში ნავთობის აღმოჩენა გახდა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფაქტორი. შემდეგი დიდი ნაბიჯი იყო ქალაქის წყლის სისტემა. ინჟინერმა უილიამ მალჰოლანდმა ჩამოაყალიბა წყლის გადმოტანა ლოს-ანჯელესში, რაც იყო აუცილებელი ქალაქის განვითარებისთვის. ამ პროექტის წყალობით ქალაქმა დაიწყო სწრაფი ზრდა და ბევრი ადამიანი გადმოვიდა აქ საცხოვრებლად. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გარდატეხა იყო კინოს ინდუსტრიის განვითარება. 1910-იან წლებში კინოკომპანიები გადმოვიდნენ ლოს-ანჯელესში, რადგან ქალაქის მზიანი ამინდმა და იაფ მიწებმა შექმნეს სრულყოფილი პირობები ფილმების გადაღებისთვის. სწორედ აქ დაიბადა ჰოლივუდი, რომელიც დღემდე კინოინდუსტრიის ცენტრია. ამ პერიოდში იქმნებოდა ცნობილი კინოსტუდიები, როგორიცაა Paramount Pictures, Warner Bros. და Universal Pictures. ჰოლივუდი გახდა ადგილი, სადაც დაიბადნენ ყველაზე დიდი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ჩარლი ჩაპლინი და მერლინ მონრო. ლოს-ანჯელესი დღევანდელ დღეობაში გლობალური კულტურული, ეკონომიკური და ტექნოლოგიური ცენტრი გახდა. აქ განლაგებულია ისეთი გიგანტური კომპანიები, როგორიცაა Disney, Netflix, Warner Bros. ქალაქი ასევე ცნობილია როგორც Silicon Beach, სადაც უამრავი ტექნოლოგიური და სტარტაპი კომპანია მოქმედებს. გარდა ამისა, ლოს-ანჯელესი არის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სპორტული ქალაქი, სადაც მოღვაწეობენ ცნობილი სპორტული გუნდები, როგორებიც არიან ლოს-ანჯელეს ლეიკერსი და ლოს-ანჯელეს დოჯერს. ლოს-ანჯელესის კულტურა მრავალმხრივი და მრავალეთნიკური გახდა. აქ ცხოვრობენ ადამიანები მთელი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, ევროპიდან, აზიიდან, ლათინური ამერიკიდან. ეს ქალაქი უკვე ძალიან დიდი ხანია აღარ არის მხოლოდ ამერიკული ქალაქი, ის გახდა გლობალური მეგაპოლისი. მაგრამ ლოს-ანჯელესი არც ისე იდეალური ადგილია. აქ არის მაღალი საცხოვრებელი ღირებულება, ხშირი საცობები და უსახლკარობის პრობლემა. ეს ქალაქი ბევრს სთავაზობს, მაგრამ მოყვარული წარმატებისთვის აუცილებელია შრომა, ძალისხმევა და ჭკვიანური გადაწყვეტილებები. ლოს-ანჯელესი ნამდვილად არის ადგილი, სადაც ოცნებები რეალობად იქცევა. ეს არის ქალაქი, სადაც ამაყად უწოდებენ ახალ ვარსკვლავებს და მათ სცენენ მსოფლიო აღიარებას. აქ იწყებენ კარიერას რეჟისორები, მსახიობები, მუსიკოსები, დამწყები ბიზნესმენები და ბევრი სხვა ადამიანი, რომელსაც სურს მიაღწიოს წარმატებას. ახლა კი ლოს-ანჯელესი გლობალური კულტურისა და ეკონომიკის ცენტრად დარჩა. თუმცა როგორც ნებისმიერ დიდ ქალაქს, მასაც აქვს თავისი სირთულეები. მაგრამ მასში ისეთი ენერგია არსებობს, რომელიც იპყრობს ყველას, ვინც მისკენ მიმოიხედავს. მადლობა, რომ გახლდით ამ საინტერესო მოგზაურობაში.
თუ მოგეწონათ ვიდეო, მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი. შეხვედრამდე და ნახვამდის, მეგობრებო.